მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელმაც წინა პლანზე წამოიწია, ალბათ არა მარტო ჩემს ცხოვრებაში. ეს არის თემა, რომლითაც ვიცინებ და ვიღვიძებ, ვნახლობ, ვდარდობ, ვნერვიულობ, გამუდმებით ახალ ინფორმაციებს ვეძებ. ეს არის ირანის მოვლენები. რისი მოწმეები გავხდით? დავინახეთ მებრძოლი ორი მხარე. ერთ მხარეს რაღაც საოცარი, ულამაზესი, კალმით ნახატი, თავისუფლების მოყვარე, ლაღი, ახალგაზრდები და მეორე მხარეს მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ვისარგებლებ, რომ ჩემი არხია და იმ სიტყვებს ვიხმარ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი. გადაღრძვებული ბებრუხუნები, რომლებსაც რეალურად 2 დღე დარჩენიათ ცხოვრების და აი ამ 2 დღეს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაანადგურონ. თუმცა ეს ალბათ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ექსტრემისტულ სახელმწიფოებში სხვა სურათს ვერც დაინახავთ ვერასოდეს. ჩვენ რომ თუნდაც ავიღოთ იგივე ნაცისტური გერმანია, რომელიც ასევე ექსტრემისტული სახელმწიფო იყო, აბა რა იყო. აქ უბრალოდ ირანში ეყრდნობა ეს ყველაფერი რელიგიურ ექსტრემიზმს, იქ სახელმწიფო ეყრდნობოდა პოლიტიკურ და რასობრივ ექსტრემიზმს. ექსტრემისტული იყო ნებისმიერ შემთხვევაში და ზუსტად ასევე, როდესაც უკვე ცხადი იყო, რომ ყველაფერი დასრულდა ფაქტობრივად, აი მოკავშირეები ხვალ-ზეგ აქ იქნებიან. ძალიან ბევრი საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი აი ამ ხვალ-ზეგს იყენებდნენ არა იმისთვის, რომ რაღაც თვითონ თავისთვის მიეხედათ ან რაღაცა გაეკეთებინათ, რა ვიცი. იყენებდნენ იმისთვის, რომ აი ეს დარჩენილი ადამიანები, ვინც კი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, გაენადგურებინათ საკონცენტრაციო ბანაკებში. მე ვერ ვიტყვი, რომ ამას ყველა აკეთებდა, არა, იქ იყვნენ ნორმალური ადამიანებიც, მაგრამ უმეტესი რიცხვი, აი, ზუსტად ასე იქცეოდა. ეხლა მე მინდა რომ ჯერ ალბათ 2 წინადადებით ტერმინებში გავერკვიოთ და მე გავაგრძელოთ ჩვენი თხრობა. საქმე ის არის, რომ ნებისმიერ ექსტრემიზმს წინ უძღვის ესეთი პატარა წინარე საფეხური და ეს არის რადიკალიზმი. რა არის რადიკალიზმი? ნუ რადიკალის ეს არის ფესვი. ლათინურად, ანუ ძირფესვიანად რაღაცის ამოძირკვა, ძირფესვიანად რაღაცის შეცვლა. აი ამას გულისხმობს რადიკალიზმი. ანუ არა ეტაპობრივად, არა ევოლუციურად, არამედ რევოლუციურად, ხო? მაგალითად, მე შეიძლება ვთქვა, რომ ნახეთ, როგორც უც დღეშია ჩვენი ეკოლოგია, ქარხნები უნდა დაიხუროს. აი ეს ქარხნები უნდა დაიხუროს, ქარხნები უნდა მოისპოს. ეს არის რადიკალური აზრი, რადიკალური შეხედულება და აი, როდესაც მე დავიწყებ ამ რადიკალური შეხედულების განხორციელებას, როდესაც მე შემოვიკრებ ამ ადამიანებს გარშემო, წავალ და იქ რა ვიცი გადავწვავ ამ ქარხნებს თუ დავანგრევ და გავაჩერებ, აი ეს უკვე იქნება ექსტრემიზმი. და ბუნებრივია ექსტრემიზმს აქვს თავისი უმაღლესი გამოხატულება, ყველაზე მაღალი საფეხური ტერორიზმის სახით. მარტივად რომ ვთქვათ და ცოტა ხუმრობაში რომ გადავიყვანოთ, ესე იგი რადიკალური აზრი, შეხედულება და რადიკალური არის მხოლოდ აზრი და შეხედულება, შეიძლება იყოს ასეთი, რომ კაცო, გამუდმებით ეს თავი რო გტკივა, საერთოდ რაში გჭირდება ეს თავი? აი ეს რაში გჭირდება ეს თავი? ეს არის რადიკალური გამოთქმა. და როდესაც მე ვეტყვი ადამიანს, რომ მობრძანეთ ჩემო ბატონო გილიოტინაზე, რამე თუ ეს არის საუკეთესო
საშუალება თავის ტკივილის წინააღმდეგ, აი ეს უკვე არის ექსტრემიზმი, როდესაც მე გილიოტინაზე ავიყვან ამისთვის ადამიანს, რომ თავის ტკივა და საუკეთესო გამოსავალი და საუკეთესო საშუალება თავის ტკივილისა, ეს არის გილიოტინა. ეხლა იცით რა არის რელიგიურ ექსტრემიზმს რომ შევეხოთ, ჯერ ესეთი მოდით ვთქვათ, რომ ნებისმიერი რელიგია ეს არის ფაქტობრივად ეს არის ფილოსოფია, ეს არის მსოფლხედვა, ეს არის ადამიანისა და სამყაროს ურთიერთქმედების, თანაცხოვრების გარკვეული სურათი, გარკვეული მოძღვრება ამის შესახებ, ხო? და თავის ჯანსაღ გამოხატულებაში ის გვეუბნება, ადამიანს ეუბნება, რომ წადი, განვითარდი, გახდი უკეთესი, ახალი რაღაც ისწავლე, ახალი ცოდნა შეიძინე, რაღაც გააკეთე, რა ვიცი მე, გააშენე ბაღი, ააგე სახლი, დაარსე ორგანიზაცია და შენ რაც უფრო უკეთესი გახდები, მით უფრო უკეთესობისკენ შეიცვლება სამყარო შენს გარშემო. შენ რაც უფრო იმუშავებ საკუთარ თავზე, რაც უფრო განვითარდები, მით უფრო დახვეწილი იქნება სამყარო შენს გარშემო. ეს არის ჯანსაღი, ასე ვთქვათ, სახე ამისი. მაგრამ აი ექსტრემიზმი ამ შემთხვევაში გვეუბნება რას, რომ იცი რა, აი შენ ახლა ისე იცხოვრებ, როგორც მე გეტყვი. რატომ? იმიტომ რომ მე ვიცი ღმერთმა რაც თქვა. ხო და მე გეტყვი და შენ უნდა ასე იცხოვრო, ასე იმოქმედო, ასე იგრძნო და ასე იფიქრო, როგორც მე შენ დაგარიგებ. და ეს ბუნებრივია, ეს არის ადამიანის საზღვრებში ძალიან უხეში შეჭრა და პირდაპირ ახლა რო არ გადავაჭარბოთ, ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა. ჩვეულებრივი ძალადობა, კრიმინალია. ეს არის ექსტრემიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი და რა არის იცით, სხვათა შორის კიდევ რელიგიური ექსტრემიზმი, პრინციპში ნებისმიერ ექსტრემიზმი ალბათ ესე არის, მაგრამ რელიგიური ექსტრემიზმი კიდე გამოირჩევა რით, რომ ხდება რეალობის ჩანაცვლება რაღაცა ილუზორული სურათებით. აი ახლა თუნდაც ჩვენ რელიგიასაც რომ გავანებოთ თავი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ესეთი ამბავი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი შვილები ხო მეტ-ნაკლებად რაღაცა ხარისხით დამოკიდებულები არიან აი ამ გაჯეტებზე. მაგრამ როდესაც მშობელი ხედავს, რომ ვაიმე მოხდა ისე, რომ ბავშვთან მთლიანად ჩაანაცვლა ვირტუალურმა რეალობამ ეს სამყარო მთლიანად, ხო? ის იწყებს, ასე ვთქვათ, განგაშის ზარის შემოკვრას, ამბობს, რომ ვაიმე, რა გავაკეთო, სად წავიყვანო, აბა რომელ თერაპევტთან, ხო? და სწორიც არის ეს განგაშის ზარის შემოკვრა. იმიტომ რომ ანუ რეალობის ჩანაცვლება მოხდა ილუზიით, ვირტუალური რეალობით და ვდგავართ რეალურად ასე ვთქვათ, ფსიქიკური აშლილობის წინაშე, ხო, საფრთხის წინაშე. და რა ვუშველოთ ამას? თერაპიაზე მივიყვანოთ, ხო? აი ესეთი დამოკიდებულება. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მოზარდებზე ვთქვით ესა და როდესაც ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც ყავს ცოლი, ყავს შვილები, აქვს რაღაც ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობები აღებული და ეს მიდის და თავს იფეთქებს იმისთვის, რომ n რაოდენობის ადამიანები თან გაიყოლოს, იმის იმედით, რომ აი იქ 60 რა ვიცი მე რამდენი 73 თუ 78 ქალწული დახვდება და აი იქ დაიწყება განცხრომა. ეხლა რაზეა ლაპარაკი, ხო? ამას ინფანტილიზმსაც ვერ დავარქვევთ უკვე, ხო? ეს არის რეალური ფსიქიკური აშლილობა.
და მეტყვის, რომ ასე იბრძვიან თავისუფლებისთვის, ასე არ იბრძვიან თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის იბრძვიან ისე, როგორც იბრძვიან ირანელი ახალგაზრდები. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ის არის ფსიქიკური აშლილობა. იმიტომ რომ რეალობის ჩანაცვლება ხდება ილუზიით. მაგრამ ნახეთ, მოდით კიდევ ერთი რაღაცა ვთქვათ. ხომ ფაქტია, რომ ბედნიერი თვითრეალიზებული ამ ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანი ვერ მოხვდება ვერაფრით, ვერანაირ ექსტრემისტულ დაჯგუფებაში, მოძრაობაში, მას უბრალოდ ვერ შეათრევენ ვერაფრით. ესე იგი, იმისთვის რომ ადამიანი მოხვდეს იქ და ეს მნიშვნელოვანი პირობა, რაღაცა ტიპის კრიზისია საჭირო მის ცხოვრებაში. ეს უნდა იყოს ან პირადი ცხოვრების რაღაცა კრიზისი, ან ეგზისტენციალური კრიზისი, ანუ გარკვეული ტიპის საზრისის კრიზისი, ხო, ცხოვრების საზრისის კრიზისი. ან ყველაზე ალბათ ტრივიალური და ყველაზე მოქმედი. ეს არის ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკური კრიზისი მართლა ის არის, რომელმაც ძალიან ბევრ გარემოებებში ისე ძალიან ზუსტად იმოქმედა და ზუსტად მიაღწია მიზანს. და როდესაც იმ ავად სახსენებელ რევოლუციაზეა საუბარი, რომელიც 79 წელს მოხდა ირანში. ხო, ჩვენ ხომ და ვაღიაროთ, რომ მაინც რევოლუციები ასე მოწმენდილ ცაზე არ ხდება. ხო, იქ არის აუცილებლად ამ რევოლუციის წინაპირობები. როგორი კეთილგანწყობილებიც არ უნდა ვიყოთ და მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ესეთი რაღაცნაირი პირადი დამოკიდებულება მაქვს შაჰთან და მის ოჯახთან ძალიან დადებითი. მაგრამ როგორი დადებითი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს, ხო ფაქტია, რომ რევოლუციები მოწმენდილ ცაზე არ ხდება. და მე მინდა უბრალოდ, რომ იმ ერთი მოვლენის საფუძველზე რაღაცნაირად გაჩვენოთ ორი მხრიდან ის მოვლენები, რაც ხდებოდა, ანუ რაღაცა მინუსები და რაღაცა პლუსები. რას ვგულისხმობ მე? მე მინდა ვისაუბრო იმ მოვლენაზე, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ყველა დანარჩენთან ერთად, ყველა დანარჩენ ფაქტორთან ერთად ირანის რევოლუციის განხორციელებაში. მაგრამ ეს ხდებოდა ირანის რევოლუციამდე უკაცრავად რამდენიმე წლით ადრე, რამდენიმე კი არა, ბლომად წლით ადრე, 60 თუ არ ვცდები 71-ში იყო ეს. როდესაც მოახლოვდა ირანის სახელმწიფოს სპარსეთის, ანუ საიუბილეო თარიღი, შაჰმა გადაწყვიტა ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ამას ახლა ჩემი მოყოლა არ ჭირდება, რომ შაჰის დროს ირანი იყო ყველაზე მეტად დასავლეთზე ორიენტირებული, დასავლური ცხოვრების წესზე, ესეთ სტილზე თუ შეიძლება ასე ითქვას და თქვენ ამას თავისუფლად ნახავთ Google-ში, დაგუგლეთ ფოტოები შაჰის პერიოდის, როგორ ცხოვრობდნენ თეირანში, ჩვეულებრივი დასავლური ქალაქის ქუჩები გეგონებათ. და ამ დროს შაჰმა გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმულიყო, რომ დაენახვებინა ძალიან კარგად დასავლეთის სამყაროსთვის, ასეთი გზავნილი იყო თითქოს, რომ ნახეთ, ირანი თქვენ უბრალო ქვეყანა არ გეგონოთ, ჩვენ არ ვართ იმ რაღაცა რიცხვში, რომლებმაც ვთქვათ უბრალოდ ისლამი მიიღეს რაღაც მერვე საუკუნეში და არიან ახლა ესე არა, ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, ჩვენ ძალიან დიდი ხნის ისტორია გვაქვს, 2500 წლოვანი, ჩვენი სახელმწიფოს სიდიადე მიდის კიროს დიდამდე, მაზდეანობამდე
და ჩვენ უზარმაზარი კულტურა გვაქვს, სხვა შორის მაზდეანობას რაც შეეხება, თქვენ აუცილებლად დაინახავდით ძალიან ბევრი, აქაც სხვათა შორის ბევრ ირანელ ახალგაზრდას და იქაც ვიდეოებში დავინახე, აი პატარა გზავნილებში, რომლებიც გამოუშვეს ირანელმა ახალგაზრდებმა, ძალიან ბევრს კისერზე უკეთია ახურამაზდას მედალიონი. ხო, აი ესეც თითქოს ერთ-ერთი ნიშანივით არის აი ამ პროგრესულობის, დასავლეთის მიმართ კეთილგანწყობის, დასავლური ორიენტაციის, იმიტომ რომ აი შაჰის დროს იყო რაღაცნაირად ამაზე გაკეთებული აქცენტი. და ანუ აი ეს უნდა რომ ეჩვენებინა დასავლეთის სამყაროსთვის, რომ ჩვენი კულტურით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი განვითარებით ღირსები ვართ, რომ გავხდეთ სრულფასოვანი წევრი დასავლური ცივილიზებული სახელმწიფოთა ოჯახის. აი გზავნილი იყო ესეთი. და ეხლა ამისთვის რა მოიფიქრა, რომ ეს მომხდარიყო. მან მოიფიქრა, რომ უნდა ყოფილიყო საიუბილეო თარიღისადმი, ანუ 2500 წლოვანი იუბილესადმი, სპარსული სახელმწიფოებრიობის, დიდი ღონისძიება, სამდღიანი, სადაც ჩამოვიდოდნენ სწორედ აი ამ დასავლური სამყაროს, მთელი დასავლური სამყაროს პირველი პირები. ანუ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მეფეები, დედოფლები, პრინცები, პრინცესები, ყველანი უნდა შეკრებილიყვნენ ირანში. მაგრამ როდესაც მათ განიხილეს როგორ და სად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, გაირკვა რომ თეირანს არ აქვს ამისი რესურსი. არ არის იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. და მაშინ მოხდა ასეთი რაღაცის მოფიქრება, რომ პერსეპოლისთან უდაბნოში გაშენდა ესეთი პატარა დასახლება, კარვების დასახლება, სამეფო კარვების დასახლება იყო ეს, რომელიც იყო აბსოლუტურად კეთილმოწყობილი, კონდიცირებული, რაღაც ბრწყინვალე ეს კარვები. იქ მოხდა გამწვანება, იქ მოხდა ხეების დარგვა, იქ მოხდა ფრინველების ჩამოყვანაც კი წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბის იყო. ამას აკეთებდნენ ფრანგი დიზაინერები, ლანდშაფტის დიზაინერები და სხვათა შორის იმ მიღებისთვისაც, რომელიც უნდა გამართულიყო, შემდგომ ასევე დაპატიჟებული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ საფრანგეთიდან მაქსიმის თანამშრომლები, მზარეულები, პროდუქტებიც კი იქიდან იყო ჩამოტანილი. მოკლედ, ეს იყო რაღაცა ძალიან გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც ესეთი აღლუმით იყო, ამ აღლუმზე გამოდიოდა ჯარი, რომელიც მეფე კიროს დიდის დროინდელ სამოსელში იყო გამოწყობილი. ნუ ამ დიად აღლუმს მერე მოყვა არანაკლებ დიადი ბანკეტი. და მოკლედ ეს იყო მცდელობა იმისა, რომ შთაბეჭდილება მოეხდინა შაჰს დასავლეთის, თავის დასავლელ, კოლეგებზე, შეიძლება ასე ითქვას, და უფრო მეტად ყოფილიყო სპარსეთი დაფასებული და ყოფილიყო აღიარებული, როგორც დიახ, ჩვენი დასავლური ოჯახის წევრი. აი ასე იყო. ეხლა, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? ეს ყველაფერი, ეხლა მეორე მხარე, ეს რაც თითქოს აი სასიკეთო იყო და მართლა თითქოს კი არა და მართლა სასიკეთო იყო, ეხლა რა ჯობია ესეთი რაღაცის გაკეთებას, მაგრამ და მით უმეტეს ამ კონკრეტული გზავნილით, ანუ არა უაზროდ ამის გაკეთება, არამედ კონკრეტული გზავნილით. აი ეს გვინდა. მაგრამ მეორე მხრივ ეს დაჯდა წარმოუდგენელი თანხები. ახლა მე რა თქმა უნდა მათ ბუღალტერიაში არ ჩამიხედავს, მაგრამ სხვა და სხვა, ასე ვთქვათ,
მონაცემებით, ზოგი ამბობს, რომ ეს 22 მილიონი დოლარი დაჯდა, ზოგი ამბობს 100 მილიონი დოლარი დაჯდა. ანუ რაც უნდა კიდე უფრო მაღალ ციფრებს ამბობენ, აღარ დავასახებებ, მაგრამ თუნდაც ის 100 მილიონი რო ავიღოთ და გადმოვიყვანოთ დღევანდელ, ასე ვთქვათ, კურსზე, ეს უკვე წარმოუდგენელი თანხაა. 3 დღე და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ახლა თეირანი კი გასაგებია იყო ესეთი ქალაქი, ძალიან დასავლური დიდი ქალაქები. მაგრამ ირანი არის უზარმაზარი სახელმწიფო, იქ არის სოფლები, იქ არის რეგიონები, რომლებიც საკმაოდ გაჭირვებულები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ამ გასაჭირს, როდესაც უცებ ემატება ის, რომ აი ამ ესეთი რაღაცა ხდება, ხო, ამხელა თანხები იხარჯება. ამან საკმაოდ დიდი როლი შეასრულა შემდეგ აი იმ ავად სახსენებელ რევოლუციაში. და მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები გამოდიან შახის დროშებით, ბუნებრივია, იცით, აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ჩვენ შახის მიმართ, როგორც არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რეალობა, ხო? და რეალობა ის იყო, რომ კი ეკონომიკური გასაჭირი იყო, ამის ფონზე ამხელა თანხები იხარჯებოდა, რეალობა ისიც იყო, რომ პოლიტიკური თავისუფლებაც მთლათესი არ იყო, განსხვავებული აზრი ყოველთვის ითრგუნებოდა. ეს კაცი იყო აღმოსავლელი ადამიანი იყო, ახლა სპარსელი ადამიანი იყო. ხო? ესე როგორც შეძლო, ისე გააკეთა, მაგრამ ჩვენ ზუსტად იგივე რომ ავიღოთ ირანის ისტორია და ვიკითხოთ, აბა როდის იყო ირანი ყველაზე მეტად დასავლეთზე ორიენტირებული, დასავლური ფასეულობების რაღაც შემომტანი და მნერგავი თავისთან. როდის იყო ეს? ეს იყო შაჰ მოჰამედ რეზა ფეხლების დროს. და სწორედ ამიტომაც გამოდიან ეს ახალგაზრდები შაჰის დროშებით, იმიტომ რომ შაჰის დროშა ეს არის სიმბოლო დასავლური ორიენტაციის, დასავლეთზე ფოკუსირების, დასავლური ღირებულებების პატივისცემის. აი ამიტომ ეს არის. ეხლა თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ კაი რა, ეხლა შენ ეხლა ზიხარ და ლაპარაკობ აქ რაღაცებს, საერთოდ რა იცი, ვინ ხარ? ხო, ამ შემთხვევაში დიდად არავინ არა ვარ, რაც შეეხება აღმოსავლეთმცოდნე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ირანი ბავშვობიდანვე გახდა ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი და რატომ? მე ვიყავი 8-9 წლის, როდესაც ჩვენ სკოლაში, ეს იყო პირველი საშუალო სკოლა მაშინ, დღეს თბილისის კლასიკური გიმნაზია, მოვიდა აი საოცარი, დაუვიწყარი ვახუშტი კოტეტიშვილი. ეს იყო ძალიან დიდი შეხვედრა, იქ მშობლები, აი ისე კარგად მახსოვს ჩვენს დარბაზში, სააქტო დარბაზში მშობლები, ჩვენ ბავშვები, დირექცია და მოკლედ გვამცნეს დიდი სიხარულით, რომ ჩვენ სკოლაში ინერგებოდა სპარსული ენის სწავლა. და აი მახსოვს პატარა ვიყავი და ეს ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა ეხლა ჩამესმის, რომ რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ და ბავშვებო ისწავლეთ აუცილებლად. და მე როდესაც მე უკვე გერმანისტიკას ვსწავლობდი ლაიფციგში, მახსოვს როგორ გავდიოდით ჩვენ ენათმეცნიერებაში იმას, რომ აი ჰუმბოლტის გამოთქმას, რომ ენა, ყოველი ენა არის მსოფლ ხედვა გარკვეული. და მაშინ გამახსენდა, აი რატომ არის ეს, რომ რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ, იმიტომ რომ ენასთან ერთად შენ შედიხარ განსხვავებულ მსოფლ ხედვაში. განსხვავებული სამყარო იხსნება შენს თვალწინ ამ ენით. და ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები, ახალგაზრდები, რომლებიც სტაჟირებას გადიოდნენ, როგორც მე მახსოვს თავის დროზე ირანში და იცით რა, ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ დავიწყეთ სპარსულის სწავლა, ირანში რევოლუცია მოხდა, ეს ჩვენი ახალგაზრდა პედაგოგები, ესე იგი, რომლებიც გვიყვებოდნენ ამის შესახებ,
განსაკუთრებით არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონი ნოდარ ნონიაშვილი, არაჩვეულებრივი პედაგოგი, მასთან ვისწავლე, რაც კი ვისწავლე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასი. ძალიან კარგად გვასწავლიდა, მისუღლება ეხლაც აი ღამით რო გამაღვიძოთ, გიუღლებთ ნებისმიერ ზმნას და აი მახსოვს ომარ ჰაიამის რუბაებს გვასწავლიდა და ესეთ პროექტებსაც ვაკეთებდით დიდ ფორმატებზე ომარ ჰაიამის რუბაები და სპარსული მინიატურები მქონდა სახლში და ამასაც ვაკრავდით და ეს შევდიოდით აი ამ საოცარ იდუმალ აღმოსავლურ სამყაროში. საოცარი იყო და მე კიდევ იცით რა მახსოვს აი ეს პირველი შთაბეჭდილება ახლა რატო ვარ მე შახის ოჯახთან ასეთ რაღაც ემოციებში დადებით ემოციებში აი ეს მახსოვს მე რომ აი ეს მე პატარა 8 წლის თუ 9 წლის გოგო როგორ გადავშალე პირველად ეს სახელმძღვანელო ორიგინალი იყო იმიტომ რომ ჩვენ დაგვაქსეროქსებინეს ახლა 70-იან წლებში ქსეროქსი წარმოგიდგენიათ რა იყო არაფერი არ ჩანდა მაგრამ როდესაც მე ვნახე ორიგინალი სახელმძღვანელო და გადავშალე იწყებოდა ჯერ იყო შახის პორტრეტი და ეს ჩემთვის იცით რა შოკი იყო იმიტომ რომ შახები რაღაც ეს ხალიფები ეს იყო 1001 ღამე რაღაცა ჰაუფის ზღაპრებია ეს აღმოსავლური ზღაპრები ქარავანი და ალექსანდრიელი შეიხი და მისი მონები აი ეგ იყო და უცებ ესე იგი გადავშალე და ცოცხალი ადამიანი ჩემი თანამედროვე შახი შოკი იყო ეს ჩემთვის მე ესე იგი მეორე გვერდზე იყო შაჰბანუ ესე იგი დედოფალი ფარა შემდეგ იყო შაჰზადე ტახტის მემკვიდრე რეზა ფეხლევი და მე კიდევ ანუ ალაგ-ალაგ მთელი ოჯახი 4-ვე ბავშვით და ეს რაღაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ამან და შემდეგ მე რა თქმა უნდა თვალყურს ვადევნებდი ამ ოჯახის ისტორიას ძალიან ტრაგიკული ისტორია აქვს აღარ გავჩერდები ამაზე მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ისიც რომ დღესდღეობით ირანელები ასეთი დიდი იმედით შეჰყურებენ შაჰზადეს რეზა ფეხლევის ესეც ძალიან კარგად მესმის და რატომ არა მარტო იმიტომ რომ ის არის შვილი იმ ადამიანის რომელიც ყველაზე მეტად დასავლეთზე იყო ორიენტირებული არა ეს არის ადამიანი ჯერ ეს ერთი რომელმაც თავისი მთელი შეგნებული ცხოვრება სადღაც 16 წლიდან თუ არ ვცდები თუ სწორედ მახსოვს გაატარა დასავლეთში ამერიკაში გარდა იმისა რომ ის სამხედრო მფრინავია მან დაამთავრა თუ სწორედ მახსოვს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი ანუ ნახეთ ამ კაცის პროფესია არის პოლიტოლოგია ასე რომ იმის და მიუხედავად ისიც რომ ჩავხსნათ რომ ის არის შახის შვილი ეს არის ადამიანი რომელიც თავისი პროფესიიდან გამომდინარე შეიძლება გახდეს ნებისმიერი საკვანძო პოლიტიკური თანამდებობის პირი იქ პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი იქნება როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი ვნახოთ და მე ასე დაბეჯითებით იმიტომ ვამბობ რომ ნამდვილად მჯერა რომ ყველაფერი შეიცვლება ირანის სახელმწიფო შეიცვლება მისი სისტემა შეიცვლება ეს აუცილებლად მოხდება მე ამაში არანაირი ეჭვი არ მეპარება და მოხდება ძალიან მალე მე მინდა მივმართო ირანელებსა ჩვენს ფერეიდნელ ქართველებს რა თქმა უნდა ვისაც ოჯახები ყავთ იქ და ბუნებრივია ყველა ამ პროცესში არის ჩართული და ყველა ღელავს და ყველა ნერვიულობს გავიხსენოთ ამა საქმეს დაფარულსა ბრძენი დივნოს განაცხადებს ღმერთი კეთილს მოავლინებს მით ბოროტსა არ დახბადებს ბოროტს წამმერჩი ამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადოდ ყოფს არაზადებს აუცილებლად და ბოლოს მე მინდა არ ვიცი როგორ ვიტყვი მე კარგახანი არ მივარჯიშია სპარსულში და
მინდა ბოდიში მოგიხადოთ წინასწარ, თუმთლად შესაბამისი პრონონსით ვერ წავიკითხე, მაგრამ მინდა გავიხსენო ომარ ჰაიამის რუბაი, რომელიც ასეთი შინაარსის არის, რომ როგორც მე მახსოვს, რომ აი მე რომ მქონდეს ღმერთის ძალა, ამ სამყაროს შევცვლიდი ისე, რომ თავისუფალ ადამიანს შეეძლოს მისი სურვილების მიღწევა. Gar barfalakam dast bodichon yazdan, bardashtami man in falak razemian, az no falaki de garchonar sachtami, gazade bekame del residiasan. ყველაფერი კარგად იქნება. მე მინდა რომ თქვენ აუცილებლად მომწეროთ კომენტარები. მოიწონეთ ეს ვიდეო, მოიწერეთ თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გემშვიდობებით უკეთესი მომავლის იმედით და რა თქმა უნდა მომავალ საინტერესო თემამდე.